UG სკოლა კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ეტაპს აღნიშნავს სკოლამ ამჯერად Council of British International Schools-ის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი წარმატებით გაიარა და ოფიციალურად გახდა ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი. კობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბრიტანული სკოლების ქსელია, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში 300-ზე მეტ სკოლას აერთიანებს. წევრობა სკოლას იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ კი ის უმაღლეს აკადემიურ, ადმინისტრაციულ უსაფრთხოების და ლიდერულ სტანდარტებს აერთიანებს. ის UG-ს მასწავლებლებს უახლოეს პროფესიულ ტრენინგებს და სერტიფიკატებს, ხოლო მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადებში, დებატებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას თავაზობს. უფრო ვრცლად სკოლის მორიგ აღიარებაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. სტუდიაში თინათინ თოფურია, UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი და მანანა თევზაძე, UG სკოლის საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და ადმინისტრირების ხელმძღვანელი გვერდდებიან. დილომშვიდობისა, მადლობა, რომ გსტუმრობთ. გადაცემაში გილოცავთ პირველ რიგში ამ აღიარებას და დაწყებულ ეტაპს, რაც დაიწყო UG-ის შემთხვევაში და მოდით თინა განმარტოთ პირველ რიგში რას ნიშნავს და რა არის ის აღიარება, რაც ამ დროისთვის მოიპოვეთ. ეს ნიშნავს, რომ სრულად წევრები ხართ უკვე თუ პროცესი მიმდინარეა და დამატებით კიდევ გესაჭიროებათ. წევრები სრულად ვართ, წევრები გავხდით და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული სკოლის წინსვლის. თუმცა ეს არის პროცესი მაინც. და 5 წლის მერე კიდე განმეორებითი აკრედიტაცია გვიწევს, გაზაფხულზე მეორე ეტაპის აკრედიტაცია გვიწევს, იქიდან გამომდინარე ზუსტად რომ ამ ოჯახის, დიდი ოჯახის, ბრიტანული სკოლების ოჯახის წევრი გავხდით, ეს ნიშნავს რომ მოდუნების საშუალება აწი არ გვექნება და მუდმივი პროცესი იქნება კიდევ აკრედიტაციის და შემდეგ. თუმცა სრულფასოვანი წევრები უკვე გავხდით, ეს ნიშნავს რომ ჩვენი მასწავლებლებისთვის გაიხსნა და მოსწავლეებისთვის საერთაშორისო კარები, სადაც იქნება უამრავი გაცვლითი პროგრამები, ბავშვების, მასწავლებლების ბევრად უფრო ჩართულები იქნებიან კიდევ ჩვენ როგორც ბრიტანული სკოლის ხარისხის გაუმჯობესებაში უკვე ეს ინგლისური ბრიტანული ორგანიზაციები და უფრო მეტი დეტალი რომ თქვა თუ შეიძლება რას ნიშნავს მე ვახსენე ისეთ ვთქვით რომ სერტიფიკატები, ტრეინინგები, ოლიმპიადები, თუმცა უფრო ვრცლად რა შესაძლებლობას აძლევს როგორც ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, ასევე თავად მოსწავლეებისთვის, რა არის ის ბენეფიტები, რასაც ნიშნავს კობის წევრი. დიახ, თავისთავად ბრიტანული პროგრამების განხორციელებელი ორგანიზაცია ჩვენ სკოლა უკვე ვიყავით და ესეთი ხა კემბრიჯის სკოლა რამდენიმე არის თბილისში, რომლებიც კემბრიჯის ბრიტანულ პროგრამას ორი და ეხა გვიერთდებიან უკვე იქ თურქული სკოლა გაიხსნა, რომელსაც ასევე კემბრიჯის პროგრამები აქვს. მაგრამ ერთი არის რომ იყო კემბრიჯის პროგრამის განხორციელება როგორც მაგალითად სკოლა, რომელიც შეიძლება საერთოდ სადღაც, არ ვიცი, სახლში კონდეს ადამიანს გახსნილი და ქართულ პროგრამებს ასწავლდეს, მაგრამ მეორე არის რომ ხარ ავტორიზირებული ქართული სკოლა, ხო, უკვე სახელმწიფოსგან მონიჭებული გაქვს ეს უფლებამოსილებები, ეს ნიშნავს რომ იმ სტანდარტებს აკმაყოფილებ, რაც თუ ნაკმაყოფილებს ქართული ავტორიზირებული სკოლა. ზუსტად იგივე განსხვავება ერთი არის რომ კემბრიჯის პროგრამებს ჩვენ ვახორციელებდით და ბრიტანულ გამოცდებზე უკვე გაგვყავდა ბავშვები, ანუ ეს გზა ისედაც დასახული ქონდა, მაგრამ ახლა გავხდით უკვე ავტორიზირებული, აკრედიტირებული ჩვენ სკოლა არის ავტორიზირებული ფაქტიურად ბრიტანეთის საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ეს არის დაახლოებით კობისის წევრი, როდესაც ხდები. განსხვავება ამაში ის არის, რომ შემდგომ კობისის წევრ სკოლებს უკვე ეძლევათ საშუალება, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაორგანიზებულ ერთმანეთ ურთიერთ ამ ორგანიზაციაში არსებულ სკოლებს შორის არსებული ოლიმპიადები, ფესტივალებში და შემდეგ მონაწილეობის უფლება შენს მოსწავლეებს ავტომატურად ეძლევათ ამაში, ამ დიდი ოჯახის წევრი ხდები. ხოლო მასწავლებლებს უკვე ეძლევათ საშუალება, რომ ჩავიდნენ იმ სხვა, თქვა, წევრი ორგანიზაციის წევრი სკოლების გაკვეთილებს დაესწრონ ეს გაცვლით პროგრამები იქიდან მოვიწვიოთ მასწავლებლები, ანუ დიახ, ერთმანეთს გაუზიარონ, არა მხოლოდ ჩვენ გავიზიაროთ მათი გამოცდილება, არამედ მათაც გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება, ჩვენ გადასერვი პედაგოგები ყავს, უკვე ამ წლების განმავლობაში დავაგროვეთ. კალტონ მანანას პოზიციაც საინტერესოა, რა იყო ყველაზე რთული ამ კრიტერიუმების შესრულებას და როგორ აისახება ეს ყველაფერი სწავლების ხარისხს, რა იქნება დამატებითი შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის და რთულია, რა თქმა უნდა, ბრიტანული საგამართლო სივრცის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოთ. არ არის, რა თქმა უნდა, ადვილი, თუმცა მე გეტყვით, რატომ გაგვიადვილდა ჩვენ. ჩვენ როდესაც ბრიტანული პროგრამა შემოვიტანეთ სკოლაში, მაშინვე გქონდა ეს მიზანი, რომ აი აქ უნდა მოსულიყავით, სადაც მოვედით ახლა. ამიტომ თვითონ შენების პროცესში, პროგრამის დანერგვის პროცესში ყველაფერს ვითვალისწინებდით, რასაც ბრიტანული სტანდარტები, საგანმანათლებლო სტანდარტები გთხოვს. ამიტომ ასე გამოვიდა, რომ პრაქტიკულად უკვე მზად ვიყავით ამისათვის, ყველაფერი ისე გქონდა, როგორც სტანდარტებს შეესაბამება ბრიტანული საგანმანათლებლო სივრცის და ამიტომ ჩვენთვის შეიძლება ეს პარტივი აღმოჩნდა, იმიტომ რომ მზად ვიყავით ამისთვის, თუმცა მაინც
ბევრი ვიშრომეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ ვთქვათ ადმინისტრაცია, არამედ სკოლის თითოეული თანამშრომელი, დაწყებული დასუფთავების სამსახურიდან დამთავრებული სამეთვალყურეო საბჭოს თითოეული წევრის, ყველას თავისი მოთხოვნა, ყველას თავისი ფუნქცია აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის უსაფრთხოების საკითხს. უსაფრთხოება ეს რომ ვამბობთ, არ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოება, აქ საუბარია ყველანაირ უსაფრთხოებაზე, მენტალურზე, ვთქვათ, ურთიერთობებში. მწერობა არ ნიშნავს მხოლოდ სწავლის ხარისხს, არამედ უსაფრთხოებას, მთელ პროცესს. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამას ბრიტანულ სტანდარტებში, რომ ბავშვი იყოს სკოლაში უსაფრთხოდ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თითოეული ადამიანი, რომელიც სკოლაში შემოდის, შეიძლება თუ არა მას ურთიერთობა ჰქონდეს ბავშვთან. ყველა ადამიანი, რომელიც შემოდის სკოლაში და შესაძლოა ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვთან, ის უნდა იყოს გადამოწმებული და ზუსტად ვიცოდეთ, რომ ის არაფერს დაუშავებს არა მხოლოდ ფიზიკურად გამორიცხულია, ახლა იქ ასეთი რამ მოხდეს, არამედ თუნდაც იმ ერთი სიტყვით, რომელსაც ეტყვის ბავშვს. ამიტომ ძალიან ესეთი მრავლის მომცველი პროცესია ეს, როდესაც აკმაყოფილებ ბრიტანულ საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტებს. აქ ერთი რამ მინდა კიდევ თქვა, რომ რა არის ამაში კარგი. აი ქალბატონი თინა მახსენა, რომ ბრიტანული სკოლები არის საქართველოშიც ემატება კიდევ რა თქმა უნდა კემბრიჯთან რეგისტრირებული სკოლები. უბრალოდ რომ ვთქვათ, მსოფლიოში არის 2000-ზე მეტი კემბრიჯთან რეგისტრირებული სკოლა. 2000-ზე მეტი არის პერსონთან რეგისტრირებული. ეს დაახლოებით 5000 სკოლა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ყველა ახორციელებს ბრიტანულ პროგრამას. თუმცა მათ შორის მხოლოდ 315 აკმაყოფილებს ბრიტანული საგანმანათლებლო სივრცის სტანდარტებს. ანუ კობისის წევრია 315 და ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ამ 315-ში ჩვენც ვართ ახლა. სწავლების ხარისხზე რა ტიპის გავლენას იქონიებს რა ვადაში და რა არის ეს რითაც განსხვავებული იქნება დღემდე არსებული სტანდარტები მომავალში, რასაც გააკეთებთ, დამატებითი შესაძლებლობა, მათ შორის იმ მშობლებისთვის, ვინც ვიყურებენ, შეიძლება ფიქრობენ, რომ თქვენ სკოლაში სწავლა გააგრძელონ, რატომ იქნება უპირატესი მომდევნო წლიდან განსაკუთრებით ასწავლო. ეცეთ რა ვერ ვიტყვი, რომ ეხლა რაღაც ახალი სიახლე შემოვა, იმიტომ რომ წეღანაც ვახსენეთ, ჩვენ როდესაც შემოვიტანეთ ბრიტანული პროგრამა, მიზანი ეს იყო და ამიტომ სულ ასეთ ღონისძიებებს ვატარებდით, რომ აი ამ პროცესს, რაცაც ხა გავდივართ, დავხვედრილიყავით მზად უკვე. რა თქმა უნდა, იქაც იქნება, შემდეგი თქო იანვრიდან დავიწყებთ ჩვენ უკვე აკადემიურ პროცესზე ამ სტანდარტების გავლას, გპირდებით გაზაფხულის ბოლოს აუცილებლად გვექნება უკვე სრული აკრედიტაცია, იმიტომ რომ მზად ვარ და მისთვის, როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ჩვენ ასე განვახორციელებთ. თუმცა რა თქმა უნდა უამრავი რაღაც ახალი შესაძლებლობები ეძლევათ მასწავლებლებსაც, ჩვენ შეგვიძლია უკვე გამოცდილებები არა მხოლოდ ჩვენ გავუზიაროთ ამ 5000 სკოლის სხვადასხვა მასწავლებლებს, არამედ მათი გამოცდილებაც გავიზიაროთ, დავესწროთ ღონისძიებებს, რომელსაც კობისი ატარებს, მივიღოთ. ეცეთ რა ტიპის განმავლობაში კობის აქვს მრავალი ღონისძიება მასწავლებლებისთვის, ვთქვათ, ლიდერშიპისთვის, აქვთ კიდევ მოსწავლეებისთვის, მაგალითად, დაახლოებით 12-13 ღონისძიება არის წლის განმავლობაში მხოლოდ მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები თვითონ რჩენ ამას, ჩვენ არ ვაიძულებთ მათ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩვენს მოსწავლეებს აქვთ ძალიან ესეთი ენთუზიაზმი იმის, რომ მიიღონ ყველაფერში მონაწილეობა. ყველა მიმართულებით არის ასეთი ღონისძიება, შეჯიბრებები, ოლიმპიადები, დაწყებული თეატრალური დრამა შეჯიბრებიდან, დამთავრებული ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, სიღრმისეული ტექნოლოგიები, ყველა მიმართულებით შეუძლიათ ჩაერთონ უკვე ამ პროექტებში. თინა, რა ხდება და რა ტიპის შესაძლებლობა ეს მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასრულებენ თქვენ სკოლას და გეგმავენ სწავლის გაგრძელებას უცხოეთის სხვადასხვა წარმატებულ უნივერსიტეტებში, რა ტიპის შესაძლებლობას აჩენს ამ ნაწილში და რას ნიშნავს ეს ამ პროცესში? პირველ რიგში რას ნიშნავს, როდესაც მაგალითად ჩვენ ვასაქმებთ ადამიანს და მოდის და ვუყურებთ მის CV-ს, ხო? ვუყურებთ რა განათლება აქვს მას მიღებული და ვთქვათ რა უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, რამდენად პრესტიჟულია ეს უნივერსიტეტი, ხო? იგივე არის დაახლოებით სკოლებისთვის, როდესაც ბავშვები მიდიან უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტები უყურებენ რა დიპლომი გაქვს, რა სკოლა გაქვს დამთავრებული, რა ნიშნები გაქვს მიღებული, ხო? ის რომ შენ ხარ, ვთქვათ, ერთ-ერთი, ვთქვათ, რაღაცა სკოლა, რომლის არც გაუგიათ, არც იციან რა ხარისხი არის, ეს ერთია და როდესაც
გაქვს ხარ 300 საუკეთესო სკოლას შორის, რომელიც თქვა საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ეს საერთოდ სხვა რანგში გაგიხილავენ, ხო? უკვე ენდობიან იმ ნიშნებს, რაც არის დაწერილი, ენდობიან იმ ინსტიტუციას, რომელმაც აღზარდა. ნუ გარდა ამისა, ბავშვებს აქვთ კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები, კემბრიჯიც ასევე არის საერთაშორისო ორგანიზაცია და ჩვენ სკოლას რომ ამთავრებს ბავშვი ეძლევა ეს იღებს ამ ნიშნებს საერთაშორისო ეს რას ნიშნავს რომ თუ კი ვთქვა აქვს ბიოლოგიაში 5 ვთქვა რაღაცა ფიზიკაში 5-იანი 5+-ით დაწერილი ძველი იმით რომ ვთქვა 100 მიღებული ამ შემთხვევაში ეჭვი არ ჩდება რომ მას ნამდვილად ეს ცოდნა აქვს მიღებული მას არ სჭირდება რომ ამისთვის გავიდეს და დამატებით ვთქვა რაღაცა GMAT-ი, TOEFL-ი და ძველი უამრავი სხვა გამოცდა ჩააბაროს იმისთვის რომ დაუმტკიცოს უნივერსიტეტებს რომ მე ეს ვისწავლე ანუ სკოლის ნიშნებით ფაქტიურად ეს სკოლის ნიშნები რა არის საერთაშორისო გამოცდა ტარდება სასკოლო საატესტატო და ბავშვი აბარებს ჯერ GCSE-ის ნიშნებს მე-10 კლასის ბოლოს და შემდგომ მე-12 კლასის ბოლოს A-level-ის გამოცდები ქვია ამას ანუ საგნის დამამთავრებელი ასე ვთქვათ გამოცდა იმისთვის რომ საგანში ნიშანი მიიღო ვთქვათ ფიზიკაში შენ აბარებ იმ გამოცდას რომელიც აღიარებულია მსოფლიოს მიერ ამით უკვე ამ ნიშნებით პირდაპირ ბავშვი მიდის უნივერსიტეტში სამოტივაციო წერილს წერს რა თქმა უნდა და ჩვენ მოსწავლეებს ამით გზა ეხსნებათ ისინი შეძლებენ როგორც ეროვნულ გამოცდაზე გასვლას, იმიტომ რომ ეროვნულ გამოცდაზეც გადიან ეს ატესტატი ბრიტანული აღიარებულია, რა თქმა უნდა, საქართველოს მიერაც, ხო, მთელ სოფლიოში აღიარებულია. ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ ეროვნულ გამოცდაზეც გავიდნენ საქართველოში გააგრძელონ სწავლა და შეუძლიათ უბრალოდ სამოტივაციო წერილი დაწერონ და გააგზავნონ თავიანთი ნიშნები ნებისმიერ უნივერსიტეტში. სხვა ნებისმიერი მომზადების გარეშე, მშობლისთვისაც კომფორტია და ბავშვისთვისაც, რა თქმა უნდა. აქ დავამატებ თუ შეიძლება, იმას თქვენ უნივერსიტეტებში მიღებას ეკითხებოდით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კიდევ რა სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდა მოსწავლე სკოლის პერიოდში. ანუ რა ღონისძიებებში, რა ოლიმპიადებში აქვს მას მონაწილეობა მიღება, არა მხოლოდ უყურებენ ისინი რა ნიშნები აქვს ეროვნულ გამოცდაზე და კემბრიჯზე, არამედ მთლიანად რა სოციალური ცხოვრებით ცხოვრობდა. აი ეს კობისი ჩვენი წევრობა ხა ბავშვებს აძლევს ძალიან დიდ შანსს იმისა, რომ დაიგროვონ ასეთი სოციალური ღონისძიებები, ისე რომ მათ უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ უნივერსიტეტში წასვლა. დინა, ბოლოსკენ როგორია გეგმები უჯის? არ იქნება ეს ბოლო გაჩერება დარწმუნებული ვარ და დამატებით გააგრძელებთ კიდევ ახალ სიახლეების შეთავაზებას და სტანდარტებს მოსწავლეებს და მშობლებს. არანაირად ხომ ეს არის პირველი საფეხური, თვითონ კობის აქვს ორი საფეხური აკრედიტაციის და ჩვენ გავიარეთ პირველი, მეორე საფეხურს გავდივართ გაზაფხულზე. ეს ერთი ეტაპი არის ჩვენი სკოლისთვის, რაც ჩვენს არნახულ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ბავშვებს რეალურად. საქართველოში პრეცედენტი მსგავსი არის ბრიტანულ აკადემიას აქვს, ისინი კობისის წევრი არიან და ჩვენი მიზანი იყოს ზუსტად რომ ამ მიმართულებით მათ გვერდზე ყოფილიყავით. სულ არის 2-3 სკოლა, რომელიც რეალურად საერთაშორისო სტანდარტს თავაზობს მოსწავლეებს იმ დონის, რა დონისაც ნებისმიერ ქვეყანაში შეშორდებოდა და მოუნდებოდა მშობელს, ანუ საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა მშობელს, რომ საუკეთესო 3 სკოლაში იყოს ბავშვი, ხომ? ამიტომ და ჩვენი მიზანი ეს არის რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი მშობლებისთვის. ანუ შენ ისწავლო საუკეთესო სკოლაში, მაგრამ ისწავლო ისეთ თანხებში, რომელიც არ არის $20,000, ვთქვათ, იმიტომ რომ სხვანაირად თბილისში ვერ ხდება. ეს ხელმისაწვდომი თანხები. ჩვენი მიზანი ეს არის. აი, ჩვენი მუშაობა, ახლა შემდგომი მუშაობა პირდაპირ იქნება ამისკენ მიმართული, რომ რაღაცნაირად შევამციროთ ხარჯები, დაფინანსებები მოვიპოვოთ იმ მხრივ, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის შევძლოთ, რომ არ გავაძვიროთ მეტი თანხები. წარმატებები, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ აღიარებას, მადლობა დროისთვის და სტუმრობისთვის. დინა თითოხმია, იუჯის სკოლის ადმინისტრაციის უფროსი და ასევე მანანა თევზაძე, იუჯის სკოლის საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და ადმინისტრირების ხელმძღვანელი, უსტუმრობენ საქმიანი დილის სტუდიაში.